ორი ბიჭის მამა ხართ. დიახ. და არც ერთი არ არის ფეხბურთელი. გულისწყოტა თუ გქონდათ რომ ფეხბურთს არ გაყვნენ. სხვა შორის უფროსი ბიჭი კარგად თამაშობდა საკმაოდ, თამაშობდა ოლიმპიკში, კარლო მჭედლიძის სკოლაში. აი ლევანი რო არის. ლევანის მამის. ლევანისთან ერთად თამაშობდა ერთ გუნდში და იყო გუნდის კაპიტანი. ახლა წარმოიდგინე ლევანი მაშინაც უნიჭიერის ფეხბურთელი იყო და ყოველთვის გამორჩეოდა და ამ დროს ჩემი შვილი არის ამ გუნდის კაპიტანი, მაგრამ მე რაღაცა პატარა პრობლემები ქონდა და დაანება თავი რა ფეხბურთს თავი. მეორეს არ ქონდა მაგის ისა რა, უფრო სხვანაირი ტვინის ადამიანია, სხვა ისა და რო შევხედე ახლა იცი რა არის დღევანდელი ცხოვრება მშობელი როგორია? აი ზოგი არის რომ აწვება მაინდა-მაინც, აი ხედავს რომ ნიჭი მაინდა-მაინც არ აქვს თავის შვილს, მაგრამ მაინც უნდა რომ აი ფეხბურთელი გახდეს. ახლა რეალურად უნდა შეხედო, ხო, ბავშვი მინდორზე რო გადის და ვერ აკეთებს იმას, რასაც თანამედროვე მაგარი ფეხბურთელები არიან, გასაგებია რომ კაი ფეხბურთელი არ გაიზრდება, მაგარი ფეხბურთელი და დღეს ჩვენ ისე ცხოვრება გვაქვს, რომ თუ ფეხბურთს გაყევი, მაგ ფეხბურთმა რაღაც მატერიალური უნდა მოგიტანოს. და უბრალოდ გეტყვით რატო? იმიტომ რომ თამაშობ 20-25 წლამდე. თუ შენ ვერაფერი მატერიალური, ანუ ფულს გულიცმო, ვერ შეაგროვე, შენ მერე რო ანებებ თავს, ახალ ცხოვრებას იწყებ და არა გაქვს პროფესია, მარტო ფეხბურთი არის, თუ არა ხარ მცნელი და მცნელი არის, შეიძლება 100 ფეხბურთელიდან ერთი მცნელი გავიდეს, ფაქტიურად ცხოვრებაში რჩები მარტო ახალ გარემოსთან რა. არაფერი არა გაქვს, არც პროფესია გაქვს, არც არაფერი არა გაქვს და იჩაგრები რა ფაქტიურად. ამიტომ ჩემის აზრით თუ დღევანდელი ბავშვი პერსპექტივა არ აქვს, რომ სადმე კაი გუნდში მოხდება, მე მგონი ჯობია რომ ისწავლოს რაღაც პროფესია, არ აქვს მნიშვნელობა ახლა გარვარდს დაამთავრებ თუ ოქსფორდს დაამთავრებ, რაღაცა ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრე, რაღაც პროფესია ან მაგარი რაღაცა ხელოსანი გამოდი, რომ მთელი ცხოვრება შენ თავთან მართალი იყო და შენი თავი გაიტანო. მართალია. ხო ჩვენთან პროფესიის არჩევა რაღაცნაირად ჩვენი მშობლების თაობაში ალბათ. ერჩივათ რომ მაინც და მაინც უმაღლესში ჩაებარებინა და რამე პროფესია კი არ ესწავლა. უმაღლესში უნდა ყოფილიყო ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამევიდეს. ხო, დაახლოებით ეგ სიტუაცია იყო. და პროფესიის დაუფლება ძალიან კარგი ის არის, რომ ცხოვრებაში მე მარტო არ დარჩე როგორც თქვენ ბრძანეთ.